დღეს გახდა 1 წელი, რაც შესრულდა 1 წელი, რაც დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პირველი ეტაპი. ეს მასშტაბური პროექტი არის, ამაზე ჩვენ ცალკე პრეზენტაციას გავაკეთებთ, თუმცა მინდოდა ძირითადი პუნქტები მომეხსენებია თქვენთვის და გამესნოთ საკვანძო საკითხები, ასე ვთქვათ, და თუ შემდგომში კონკრეტული კითხვები იქნება, ვესტები უპასუხო. პირველი ის, რომ რაოდენობრივი მონაცემები, ანუ რამდენ ადამიანს გაეწია სამედიცინო მომსახურება და სამედიცინო დახმარება ამ პერიოდის განმავლობაში. მე მოკლე პუნქტებით გეტყვით ამის შესახებ. ანუ თითქმის 200,000 შემთხვევა იყო გადაუდებელი ამბულატორიული მდგომარეობები სერვისების, რომლებზეც საყოველთაო ჯანდაცვამ უზრუნველყო დახმარება. იყო თითქმის 14,000 გეგმიური ქირურგიული ოპერაცია დაფინანსებული და მართული ადმინისტრირებული ამ პროექტის ფარგლებში. 1000-მდე ონკოლოგიური ოპერაცია ამ გეგმიურებიდან ცალკე გამოყოფილი, 6,000-მდე ქიმიოთერაპიის შემთხვევა დაფინანსდა. მშობიარობას რაც შეეხება, ალბათ ეს ორმაგად ან რამოდენიმეჯერ მნიშვნელოვანი არის, ვიდრე საერთოდ სამედიცინო სერვისი. ამ პროექტის ფარგლებში 2013 წლის 1 ივლისიდან დღემდე დაუფინანსდათ მშობიარობა 21,000 ქალბატონს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის რაღაც ასტრონომიული ციფრები საქართველოს მოსახლეობაში და მასშტაბების რეალობისთვის, მე ვფიქრობ, რომ ეს არის უნიშნულოვანესი, ასე ვთქვათ, გარღვევა ჯანდაცვის მიმართულებით. ეს არის მშრალი სტატისტიკა და თქვენი ნებართვით მინდოდა ყურადღება გავამახვილებია ჩემი აზრით რამოდენიმე საკვანძო საკითხზე. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ეს ტევადი თემა არის და ამაზე ცალკე ანგარიშს და ცალკე პრეზენტაციას წარმოგიდგენთ. ამ პერიოდის 1 წლის განმავლობაში გამოიკვეთა რამოდენიმე საკვანძო საკითხი. დღეისათვის ჩემი აზრით ყველაზე უფრო აქტუალურია და პირდაპირ მინდა გთხოვოთ დახმარება ამაში, ასე ვთქვათ, ინფორმაციის გზავნილის ჩამოყალიბებაში, რომ გეგმიური სამედიცინო სერვისების მისაღებად მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც არსებობს გარკვეული დაცდის პერიოდი. როდესაც თუ არის გადაუდებელი მდგომარეობა, ეს არის დაუყოვნებლივი სამედიცინო ჩარევა, თუ არის გეგმიური სერვისები, აქვს თავისი საშუალო დაცდის პერიოდი. მე მოგიყვანთ შედარებებს და გეტყვით იმ რისკების შესახებ, რის წინაშეც დავდექით დღეს. ზოგადად, დასავლეთ ევროპული სტანდარტებით მოსდის პერიოდი არის 3 თვის ფარგლებში. ის სამედიცინო პროგრამები, რომელიც იმართებოდა და დღეის მდგომარეობითაც იმართება კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ, მოსდის პერიოდის მაქსიმალური ვადა არის 4 თვე. ჩვენ თავიდან 1 ივლისს მაქსიმალური ვადა დავაწესეთ 2 თვე, ანუ ბევრად ნაკლები საშუალო ევროპულზე და საქართველოში არსებულზე. თუმცა ადმინისტრირებით მივახცეთ იმას, რომ მაქსიმალური დაცდის ვადა ჩამოვიდა 1 თვემდე და რეალურად გასაშვალოებული ვადა, როდესაც მომართვიდან უკვე სერვისს ღებულობს პაციენტი, ჩამოვიდა 2 კვირაზე. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, თუნდაც იმ პატარა ციფრებში, მაგრამ რა რეალობის წინაშე დავდექით ახლა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვადევნებთ თვალყურს საზოგადოებრივ აზრს, ეს ჩვენი მოვალეობა არის და ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო თვეზე ნაკლების პერიოდის განმავლობაში, ასე ვთქვათ, დადის ესეთი ინფორმაცია, რომ არის ხანგრძლივი დაცდის პერიოდები და შესაბამისად ეფექტურობა დაბალია საყოველთაო ჯანდაცვის, იმიტომ რომ თვეების განმავლობაში გვიწევს რიგში ლოდინი. მე ჩემს სიტყვაზე პასუხს ვაგებ, როგორც ახლა, ასევე ნებისმიერ სხვა შემთხვევაში და შემიძლია წარმოგიდგენოთ სტატისტიკა, რომ დაცდის პერიოდი არამც თუ რამოდენიმე თვეა, არამედ თვეს არ აღემატება და საშუალო არის 2 კვირა. ძალიან სამწუხაროდ, რეალურად და გულწრფელად ძალიან სამწუხაროდ, იმიტომ რომ მე ჩემ თავს ექიმად ვთვლი ბევრი მიზეზის გამო, ჩვენი კოლეგებისგან, სამედიცინო დაწესებულებებისგან გვაქვს შემთხვევები უკვე, რომელსაც ვსწავლობთ, რომ როდესაც პაციენტი მიდის საგარანტიო წერილით საყოველთაო ჯანდაცვის ოფისებიდან, არის შემთხვევები აღწერა, როდესაც ეუბნებიან, რომ არ გინდა ნუისარგებლებ ამითი, იმიტომ რომ მრავალი თვის დაცდა მოგიწევს და ჯობია პირდაპირ გადაიხადოთ თანხა. ეს არის რეალური არა მარტო პროექტის დისკრედიტაციაზე, ამაზე ნაკლებად, ასე ვთქვათ, წუხვარ რეალურად რო გითხრათ, არამედ ეს არის პაციენტის ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის რეალური საფრთხის შექმნა. ჩვენ ამ შემთხვევებს სწავლობთ და ნამდვილად არ მინდა რომ რაღაც ხისტი პოზიცია დავიკავო, მაგრამ ეს მიუღებელია და
თუ სადმე ეს შემთხვევები დადასტურდა შესწავლის შედეგად, ამას შესაბამისად კანონის შესაბამისი რეაგირება მიეცემა. ეს პრობლემა იმდენად მნიშვნელოვნად გამწვავდა ბოლო ხანებში ეს არასწორგზაზე დაყენება პაციენტის მის შეცდომაში შეყვანა და თანხის გადახდისკენ, ჯიბიდან გადახდისკენ, ასე ვთქვათ, მითითება და მოწოდება. ალბათ უახლოეს დღეებში ჩვენ გავაკეთებთ შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათთან, ვინც მუშაობს პაციენტების უფლებების დაცვაზე, შევთავაზებთ ჩვენ სამოქმედო გეგმას, რომლის განხორციელებასაც დავიწყებთ უკვე შეთანხმებისამე, ალბათ იმ კვირიდან უკვე დავიწყებთ ძალიან აქტიურ მუშაობას ამაზე. ეს არის რეალური პრობლემა, რეალური გულის ტკივილი და ხას უსვამ, რომ ამას მე არ ვამბობ, იმიტომ რომ ეს საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის დისკრედიტაცია არის, არამედ იმიტომ ამომაქვს, ასე ვთქვათ, ნომერ პირველი საფრთხის სახით, რომ ეს არის პაციენტის ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის რეალური საფრთხის შექმნა, რასაც ჩვენ რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ.